ამ დღეს ადამიანი აწამეს და მოკლეს. ჩვენ კი მას სიყვარულის დღეს ვეძახით. 14 თებერვალი არ არის ყვავილების, წერილების და გულების შესახებ. მესამე საუკუნე, ძველი რომი. დრო როცა ქორწინება კანონით აიგზავა. იმპერატორს სჯეროდა რომ ცოლიანი კაცები ომში სუსტები იყვნენ და ბოლომდე არ იბრძოდნენ. ოჯახი ჯარისკაცს ასუსტებდა, სიყვარული კი სახელმწიფოსთვის საფრთხით ითვლებოდა. ამიტომ ქორწილი კანონგარეშე იყო. ვინც წეს დაარღვევდა, ელოდა ციხე და სიკვდილი. მაგრამ იყო ერთი მღვდელი, ვალენტინი. ის ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილი დამნაშავე. ის ჩუმად ღამით სარდაფებში წერდა ჟვარს შეყვარებულ წყვილებს, სანამ არ დაიჭირეს. ჯატრიობით შებოჭეს, ცემეს და მისი ემოციურად გადახვას სცადეს. მოითხოვდნენ უარი ეთქვა რწმენაზე, მაგრამ ის თავისზე იდგა. ციხეში მან უკანასკნელი წერილი მიწერა საყვარელ ქალს და ასე მოაწენა ხელი. შენი ვალენტინისგან. დილით ის მოედანზე გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. აი რა მოხდა სინამდვილეში 14 თებერვლის დილას. არა გულები და პაემანი, არამედ სიკვდილით დასჯა.